შეჯიბრებაში მონაწილე ბავშვები ყავდა ზღვაზე 3 დღით. რა მინდა ეცი გითხრათ? თქვენ ატყობთ, რომ ამ წლების მანძილზე თქვენი შრომა ფასდება. გესმით, აი რა მინდა რომ დაგაჯეროთ, რომ თქვენი შრომა ფასდება. ზოგჯერ თუ წარუმატებლობა გვაქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიო. მე ერთ რაღაცას გეტყვით. მაიკლ ჯორდანი ხო გაგგონიათ? მან ასეთი რამე თქვა. 9000 სროლა გავაფუჭო, კალად ბურთელი, აი 9000 სროლა რომ გააფუჭო და ვერ ჩააგდო, აი კარიერის მანძილზე. 300 თამაში მაქვს წაგებულია. 26-ჯერ გადამწყვეტი სროლა მანდეს, აი თუ ჩააგდებს რომ მოიგებს და თუ ვერ ჩააგებს 26 სროლა მანდეს და 26 გავაფუჭე. და სწორედ აი ამ წარუმატებლობების შედეგია ის წარმატება, რასაც მივაღწიო. და მან რომ მიაღწია, ეგეთი არც ერთ კალათბურთელს არ მიუღწევი. იცი რისი თქმა მინდა? რაღაცა თუ ერთხელ არ გამოგიო, ორჯერ, სამჯერ არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე. ერთხელ თუ ვერ გაიმარჯვე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მეორეჯერ არ უნდა სცადო. ნახეთ კაცმა რა თქვა. 300 თამაში წავალ. აი თქვენ რომ მოგწონთ იგივე ის მესი და ის რონალდო. იცით მაგათი მომენტები ნანახი გაქვთ როგორი და რამდენი ბურთები აქვს გაფუჭებული, მაგრამ მაგას არავინ არ ითვლის. არამედ ითვლიან იმას, რამდენი გამოიყენეს და გააკეთეს. თქვენც ესე წარუმატებლობებმა ყურები არ ჩამოგაყრევინოთ. პირიქით, ამან შეუპოვრობა უნდა შეგძინოთ. ეხლა დეკემბერში რო იქნება ეს შეჯიბრება. მე გითხარით, რომ გუნდები ჩამოაყალიბეთ, გუნდში უნდა იყოს მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასელი. მერე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში მე-9 და მე-12-ეს ჩათვლით. ხო და გააკეთეთ ესეთი გუნდები და იშრომეთ მათ ეს სახარება საქმემოწყვილთა ისწავლეთ, გაიყავით, ბევრი თავები არ შეგხვდებათ. თქვენ გაიმარჯვებთ და თქვენი შრომის შედეგით გაიხარებთ. გესმით? და რომც ვერ გაიმარჯვო რომელიმე კონკრეტულ შეჯიბრებაში, შენ უკვე იმ შეჯიბრების განმავლობაში იმდენ სწავლობ, რომ ეგ არის უკვე გამარჯვება. ამიტომ აი გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. მადლობა ღმერთს, რომ ამ სამრევლო სკოლაში არის ეგ შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვო და სადღაც ბანაკში წახვიდე, სადღაც დაისვენო, სადღაც თეატრში წახვიდე თუ ფეხბურთის მატჩზე წახვიდე თუ რაღაცა ესეთი. ერთხელ იყო, ესე იგი, გამარჯვებულები წავიყვანეთ საქართველოს ესპანეთის მატჩზე და მე მგონი ეგ დაჯილდოება კი არა, უფრო დასჯა იყო იმ თამაშის ყურება, 7-1 რო წავაგეთ, იმაზე ელაპარაკე. მე მგონი ამ ბავშვებს ესე იგი, უნდა რაღაცა აუნაზღაუროთ ეს მორალური თუ რა ქვია იმას დანაკლისი. თუმცა რომ მოგვეგო ხო იქნებოდა ჯილდო. ამიტომ